საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართავს და სთხოვს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს ნატოსთან დაახლოების მიზნით უელსის სამიტზე მაპი მიანიჭონ. ეს მოთხოვნა ასამბლეის მიერ მიღებულ ნატოს გაფართოების დეკლარაციაში ჩაწერეს, რომელიც დღეს უმრავლესობის მიერ დამტკიცდა. დოკუმენტში ალიანსის გაფართოებისა და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებზეა საუბარი. როგორ ეხმაურება დეკლარაციას ქართული მხარე? ახლა რატი მუჯურს ჩავრთობთ პირდაპირ ეთერში, რატი გისმენთ. Თამთაჩო სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და მან აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებული დეკლარაცია ვილნიუსში კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რამ ხელაწინსვლო აქვს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში და სწორედ ამიტომ მიუთითებს ალიანს და ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებს, რომ ველში დაგეგმილ სამიტზე შემოდგომაზე საქართველოს პროგრესი დადასტურდეს ძალიან მკვეთრად და ეს გამოიხატოს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის იგივე მაპის მინიჭებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე მსგავსი ტიპის დეკლარაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე საათის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც პარლამენტარები მოუწოდებენ ნატოს, რომ უელსის სამიტზე საქართველოს მიენიჭოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მაპი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ ეს არის ნატოელი პარლამენტარების მხრიდან ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველოს ადგას განუხრელად ნატოში გაწევრიანების კურსს. გაითვალისწინებს თუ არა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციას, ეს უცნობი არის, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნებისმიერ შემთხვევაში განმარტავენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნატოში ნათლად ხედავენ თუ რა პროგრესია განცდილი საქართველოს. გამოხმაურება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, რატი მუჯური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.